ვფიქრობ, ქართულმა სკოლამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა ასწავლოს. ვფიქრობ დროა, ვიფიქროთ იმაზე, როგორი მომავალი თაობა აღიზარდოს ამ ქვეყანაში. უნდა ვასწავლოთ მათ იდეები, თუ უნდა ვასწავლოთ ფიქრი. რადგან თავისუფლება სწორედ ფიქრის შედეგია და არა სიყვარულის. და თუ ვინმეს გონია, რომ ეს ყველაფერი ზეგარდმოცხებული ნიჭია, ძალიან ცდება. თავისუფლება, ისევე როგორც ფიქრი, ისწავლება. ისწავლება სწორედ ისე, როგორც მანქანის ტარებას ვსწავლობთ დღეს ყველანი. მომავალი საზოგადოება, ჩვენი ქართული მომავალი საზოგადოება, აუცილებლად უნდა ააშენონ იმ ადამიანებმა, რაც ექნება არა მხოლოდ სიყვარული სამშობლოს, არამედ პატივისცემა იმ საქმისა, რომელსაც იგი უნდა ემსახუროს. სწორედ ასეთი ადამიანები ააშენებენ მომავლის საზოგადოებას.